ხუთიანებო მოგესალმებით, მოვედით თქვენთანაც. 2026 წელს ეს იქნება ძალიან გამორჩეული წელი თქვენთვის. შეხვდებით აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანებს, ვისგანაც ძალიან ბევრი რამის სწავლა შეგეძლებათ და საერთოდ ხუთიანი ეს არის სწავლის ენერგია. ამიტომ თუ გადაწყვეტილი გაქვთ რომ რამე კურსზე ჩაეწეროთ, ან სასწავლებლად წახვიდეთ, საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა, ან საზღვარგარეთიდან კურსი შეიძინოთ, ეს ძალიან წარმატებული იქნება თქვენთვის. ასევე თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებზე, ესეც ძალიან კარგი იქნება. ხუთიან ციკლში ძალიან იშვიათად, მაგრამ მოსალოდნელი ასევე ქორწინება უცხოელზე. კიდევ რა, ეს არის სასიყვარულო სამკუთხედების წელი, კურორტული რომანების წელი, ამიტომ ცოტა თავი მოთოკეთ. ეცდებით რომ ურთიერთობები გააფუჭოთ ამ წელს, გექნებათ აბსოლუტურად მუდმივი ცვლილებები, იქნებით სულ მოძრაობაში, მაგრამ ეცადეთ რომ დააბალანსოთ, რადგან ძალიან დიდ მოძრაობას მერე ძალიან დიდი სტაგნაცია მოყვება ხოლმე, ამიტომ ბალანსი დაიჭირეთ მოძრაობასა და დასვენებას შორის. ხუთიან ციკლში არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ განვითარდეთ, შეისწავლეთ რაღაც ახალი, მაგრამ დაუფიქრდით, რომ ეს არ გადაგეზარდოთ ინტელექტუალურ ეგოში, იმიტომ რომ ხუთიანს ახასიათებს, რომ თავი ყველაზე ჭკვიანი გონია და ყველა სულელია, ამიტომ მიიღეთ მასწავლებლები და ავტორიტეტები, როგორც მასწავლებლები და თითოეული შეიძლება თქვენ ძალიან ჭკვიანებიც იყოთ, მაგრამ ნაკლებად ჭკვიანი ადამიანებისგანაც შეიძლება რაღაც ახალი ისწავლოთ. ამიტომ თუ დაუშვათ ის ერთი რაღაცა ვერ ისწავლეთ, ეს თქვენი ბრალი იქნება და არა მასწავლებლის. ამიტომ ამას ძალიან გაფრთხილდით. ხუთიან ციკლში მნიშვნელოვანია რომ არ შეზღუდოთ თავი, მაგრამ ძალიან თავისუფალიც ნუ იქნებით, ეცადეთ რომ თავისუფლებასა და შეზღუდვებს შორის ზღვარი დაიცვათ. ეს არის დროის მენეჯმენტის წელი და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე რომ თქვენ დააბალანსოთ თქვენი დრო. საერთოდ ხუთიანი ძალიან მოუთმენელი ენერგიაა და ნუ მოინდომებთ ყველაფერს ეხლა ამ წუთში, მიეცით დროს დრო, ნუ მოინდომებთ ყველაფერი დავალების ერთ დღეს შესრულება, ეს გადაანაწილე, რადგანაც ხუთთან წარმატება ცოტა გვიან მოდის, ცოტა ეს გვიანი ენერგია და ამიტომ თუ წარმატება გინდათ, ეს საკმაოდ გრძელვადიან პერსპექტივაზეა ყოველთვის გათვლილი და თქვენ ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ხუთიას ახასიათებს დაწყებული საქმეს არ ამთავრებს არასოდეს და ეცადეთ რომ ნუ წამოიწყებთ ხუთას საქმეს, რომელსაც ბოლომდე ვერ მიიყვანთ, დაიწყეთ ერთი და მიიყვანეთ ბოლომდე, მაშინ გექნებათ წარმატება. ისევ გექნებათ 500 პროფესია, 500 სამსახური და საბოლოოდ არასტაბილური შემოსავალი, ცხოვრებაში აბსოლუტური ქაოსი და ეს რა თქმა უნდა არ გვინდა. ამიტომ ეცადეთ რომ ქაოსში ცოტა სტაბილურობა შეინარჩუნოთ, დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიიყვანოთ და რაც მთავარია, გქონდეთ სტრუქტურა. ამაში ძალიან დაგეხმარებათ დაუშვათ დისციპლინა, თუნდაც ყოველდღიური დილით სირბილი ან საღამოთი სპორტ დარბაზი, რაც დაუშვათ თქვენში დისციპლინას გამოიმუშავებს. გონების ნახევარისფერო ამაზე აქტიურად დაიწყებს მუშაობას და ეს თქვენ ჩამოგიყალიბებთ დისციპლინას, რომ რაღაცა სტაბილურად ყოველდღიურად აკეთოთ. გისურვებთ წარმატებას, ფინანსურად წამოწყებული პროექტები ამ წელს ძალიან დიდ შემოსავალს არ მოგცემთ, მაგრამ საკმაოდ კარგი სტარტი იქნება მომავლის პერსპექტივებისთვის. გისურვებთ წარმატებას, იმედია რომ იპოვით თქვენს ჰარმონიას, გექნებათ აბსოლუტურად წარმატებული და აქტიური წელი, გისურვებთ ბედნიერებას და იმედია რომ ყველაფერი კარგად იქნება თქვენთვისაც.